პრეზიდენტის სამოქალაქო კოდექსის შესატანცვლებებს სავარაუდოდ ვეტოს დაადებს განცხადებას დღეს მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი აკეთებს. ნინო კალანდაძის თქმით, ქვეყნის პირველი პირის საქმის უახლოეს დღეებში განიხილავს. პრეზიდენტს ვეტოს გამოყენების შესახებ ილიას უნივერსიტეტის რექტორმა მიმართა გიგი თევზაძე ცვლილებების შემთხვევაში უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის შეზღუდვას პროგნოზირებს ამ მოსაზრებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იზიარებენ სამოქალაქო კოდექსის შესაძლო ცვლილებების შეტანის შემთხვევაში კერძო სამართლის იურიდიული პირი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ხდება და უმაღლესებს სამეწარმეო საქმე დაესწრება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბატონი ალექსანდრე კვიტაშვილისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბატონი გიგი თევზაძის ხელმოწერით საქართველოს პრეზიდენტის სახელზე შემოვიდა ოფიციალური მიმართვა ამავე მოთხოვნით. სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებები უნივერსიტეტებისთვის მიუღებელია იმ მოტივით, რომ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში სახელმწიფოს მიეცემა უკაცრავად საშუალება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს მოუხსნას კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და გარდაქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. საქართველოს პრეზიდენტი დიდი ყურადღებით ეკიდება უნივერსიტეტების ამ ინიციატივას. პრეზიდენტი დამატებით კონსულტაციებს გაევლის აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან და მის გადაწყვეტილებას უმოკლეს ვადაში აცნობებს საზოგადოებას.